15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსების თანამსახურებით, საკვირაო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. წმინდა ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს, დალოცა გვარები და სრულიად საქართველო. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე. ყველაფერი ცვალებადია. ადამიანი, ბუნება, ურთიერთობა, კანონები. თავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი გზა, რომელი გზით უნდა ვიაროთ. რა არის მართალი და რა არ არის მართალი, რა არის კეთილი, რა არის ბოროტი. ძველმა რომაელებმა გამოთქვეს ასეთი სიტყვები: tempore mutantur et nos mutamur in illis. დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად. აი დღეს ყოველმა ადამიანმა, ყოველმა ქვეყანამ, ერმა უნდა დაინახოს სად მიდის. არის ფასეულობა, რომლის დათმობა შეუძლებელია. ეს არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი წეშმარიტი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა ძვირფასია იმით, რომ ეს არის მოციქულების სარწმუნოება, რომელიც გადმოსცა მაცხოვარმა. ამისი დათმობა შეიძლება. ეს არის სიკეთე, ეს არის სიყვარული, ეს არის სასვეება, ეს არის იმედი ჩვენი, იმედი ღვთისა, იმედი მომავლისა. და ამიტომ ყოველმა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის თავზე, თავის ოჯახზე, თავის ერზე. ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია ღვთის წინაშე და ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი ერის წინაშე. აი ამიტომ ადამიანმა უნდა იფიქროს უფრო ღრმად, უფრო მეტად. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როცა ადამიანმა ბევრი იცის, მაგრამ სიღრმე აკლია, ანალიზი აკლია, ანალიტიკური აზროვნება დაქვეითებულია. ადამიანმა უნდა გაანალიზოს
თავისი წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. რა იყო წარსულში, დღეს რა არის და მომავალში რა უნდა იყოს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ხედავთ წარსულს და ვაიდეალებთ, იდეალურად წარმოვიდგენთ წარსულს. არიან ადამიანები, რომელნიც პირიქით წარსულში ხედავენ ყველაფერს ნეგატიურს, ცუდს. ყველა პერიოდში, წარსულში, დღეს და მომავალში არის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. და ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, დავაკვირდეთ, თუ ესა თუ ის მოვლენა დადებითია, უნდა მივიღოთ, თუ უარყოფითია, არ უნდა მივიღოთ. საერთოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის განსაცდელი, გამოცდა ჩვენი. ბიბლიაში წერია, მართალი იობი ამბობს, რომელმაც დიდი განსაცდელი გადაიტანა. გამოცდა ხომ არ არის ადამიანის ცხოვრებაო დედამიწაზე. კითხვას სვამს. მართლაც გამოცდა და ჩვენ უნდა დავიტანოთ, უნდა ჩავაბაროთ ეს გამოცდა, უნდა ყველაფერი დავინახოთ, სად მივდივართ. ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანის ცხოვრება ეს მიწიერი კეთილდღეობა, ეს არის კარგი პირობები, კარგი ოჯახი. არ არის ეს ასე. ადამიანის ცხოვრება უფრო რთული პროცესია. პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე, ერის წინაშე. და ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისთვის მოგვავლინა ჩვენ ღმერთმა ამ ქვეყანაზე. ეს ქვეყანა როგორც მდინარე, დიდი მდინარე, უნდა განვლოს ადამიანმა ამ მდინარეში და უნდა გადავიდეს იმ ქვეყნად. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, ესე იგი სააქაოსას და საიქიოსაც. და ადამიანი გახარებულია იმ შემთხვევაში, თუ ღმერთთანაა მისი კავშირი, თუ ღმერთია მისი მფარველი,
თუ ღმერთია მისი წინამძღვარი სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა აი ეს სული წმინდა უნდა უძღოდეს ადამიანს ქვეყანასა წრფელსა მომავალ ქვეყანაში ღმერთმა ინებოს რომ ყოველი ადამიანი და მთელი საქართველო და მთელი ქვეყანა დადგეს ამ გზაზე რომელიც მიიყვანს ქვეყანასა წრფელსა ღმერთმა ინებოს რომ ყოველმა ჩვენთაგანმა დაინახოს სად არის თეთრი და სად არის შავი, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. ღმერთმა მოგცეს ჩვენ სიბრძნე გულისა, გული გონიერი, სიბრძნე, რათა კეთილად განვლოთ ჩვენი გასავლელი გზა. დღეს ჩვენ ვლოცავთ გვარებს და მე მინდა მოგახსენოთ რომ დღეს ჩვენ დავლოცავთ ამ გვარებს და მომავალში ცოტა ხანს შეჩერდება ეს დალოცვის წესი რადგან ზოგიერთი რამ კიდევ დასაზუსტებელია და ეხლა თქვენ მოისმენთ ამ დალოცვას ღმერთმა დალოცოს გვარები აიჭაძეები მიქაუტაძეები ბირკაიები სებისკვერაძეები ასლანიშვილები ხუნაშვილები ბადაშვილები მაზიაშვილები მიროტაძეები ქიმერიძეები ღვინიანიძეები ლომჯარიები მუსერიძეები ამონიშვილები ჯიჯელავები დადვანები იზორიები აკელიანები გელენიძეები ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ასევე მოგახსენებთ რომ მომავალ კვირას ორი დიდი დღესასწაულია. სამშაბათს არის ბარბარობა და ხუთშაბათს ნიკოლოზობა. ნიკოლოზობას მე შევასრულებ წირვალოცვას აქ ტაძარში და ნიკოლოზობას საღამოს ხუთშაბათს იქნება ბავშვების ნათლობა. ასევე მოგახსენებთ რომ თქვენ იცით გარდაიცვალა ჩვენი დიდი კლასიკოსი, ჩვენი დიდი მწერალი ჭაბუ ამირეჯიბი, რომელიც ბერობაში არის მამა დავითი. დღეს საღამოს მას მოასვენებენ აქ სამების ტაძარში და წირვალოცვები შესრულდება, დავითის კითხვა იქნება და სამშაბათს მისი დაკრძალვა თაწმინდაზე. ღმერთმა დაგლოცოთ
ჩვენთან არს ღმერთი